დიახ, რამდენიმე საათში შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი ფიცს დადებს. თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტს დონალდ ტრამპი უბრუნდება. ინაუგურაციის ცერემონია კაპიტოლიუმში დახურულ კარს მიღმა გაიმართება დაბალი ტემპერატურის გამო. სინოპტიკოსები 40 წლის განმავლობაში დღეს ყველაზე ცივ ამით პროგნოზირებენ და სწორედ ამიტომ იღეს გადაწყვეტილება პირველ რიგში სტუმრების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რომ გამართულიყო ღონისძიება კაპიტოლიუმის შენობაში, სწორედ ისე როგორც 1985 წელს პრეზიდენტ რეიგანის შემთხვევაში, მაშინაც დაბალი ტემპერატურა იყო ის მიზეზი, რის გამოც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დახურულ კარს მიღმა გამართულიყო ფიცის დადების ცერემონია. ფიც პირველ რიგში კაპიტოლიუმში ვიცე-პრეზიდენტი, შემდეგ დონალდ ტრამპი დადებს. და აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ამ ღონისძიებას კაპიტოლიუმში 600 ადამიანი დაესწრება, ბუნებრივია იქნებიან ტრამპის ოჯახის წევრები, ასევე საპრეზიდენტო პლატფორმაზე მიწვეული სტუმრები და კონგრესმენები. ორივე პალატიდან კონგრესში 535 კონგრესმენი არის და ალბათ მაყურებლისთვის მარტივია განსაჯოს, რამდენად მცირე იქნება სტუმრების რიცხვი, ვინც დღეს კაპიტოლიუმში დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება. უნდა აღინიშნოს, რომ ვაშინგტონში სწორედ დღევანდელი დღისთვის ყველა შტატიდან არიან ჩამოსული ტრამპის გულშემატკივრები, ძალიან ბევრ ადამიანს სწორედ ამიტომ მათთვის კაპიტოლ ვან არენაზე გაიმართება, შეიძლება ითქვას, პირდაპირ ტრანსლაცია ინაუგურაციის ცერემონიის. იქ 20,000 ადამიანი ეტევა და ეს ადამიანები სწორედ ახლა რიგში დგან, რომ შევიდნენ არენას ტერიტორიაზე. განწყობა საზეიმო არის მთელს ქალაქში, წითელი ქუდებით ტრამპის გამოსახულებიანი აქსესუარები გადაადგილდებიან აქ მყოფი ადამიანები. უკეთიათ სამკერდე ნიშნები ტერიტორია, ხედავთ კაპიტოლიუმის არის, რომ რკინის ჯებირებში მოქცეული, თუმცა ეს არ არის მხოლოდ ერთადერთი შენობა, ყველა სტრატეგიული ობიექტი რკინის ჯებირებით არის შემოსაზღვრული ვაშინგტონში. პატრულირებენ ყველა ქუჩაზე პოლიციელები, სამხედროები. აქ შეიძლება ითქვას, რომ მიწისქვეშა სადგურებშიც არის განსაკუთრებული მობილიზება, ყველგან პოლიციელები დგანან აბსოლუტურად. დონალდ ტრამპის ინაუგურაციას უნდა ყოფილიყო პომპეზური, მან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოიწვია ლიდერები, თუმცა ამის გამო, როგორც გითხარით, ძალიან ცივა, -8 გრადუს აჩვენებს ახლა ტემპერატურა. მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შიდა სივრცეში კაპიტოლიუმში გაიმართოს ღონისძიება. ჩვენ ახლა სადაც ვიმყოფებით, აქ რამდენიმე მედიის წარმომადგენელი იმყოფება და პოლიციელები უსაფრთხოებიდან გამომდინარე აი ამ ტერიტორიიდანაც მედიის წარმომადგენლებს აძლევენ მითითებას, რომ დატოვონ ეს ტერიტორიაც. არ ვიცი კაცი აღიქმება თუ არა, თუმცა ჩვენ ოდნავ მოგვიანებით გაჩვენებთ კადრებსაც, მთელს პერიმეტრზეა დგანან და პატრულირებენ სამართალდამცველები. დღეს ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციას საქართველოდან ამერიკისთვის ერთადერთი ლეგიტიმური ხელისუფალი, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრება. ინაუგურაციაზე იქნებიან ასევე ქართველი ოპოზიციონერი ლიდერები. განწყობა საზეიმო არის მთელს ქალაქში, წითელი ქუდებით ტრამპის გამოსახულებიანი აქსესუარები გადაადგილდებიან აქ მყოფი ადამიანები. უკეთიათ სამკერდე ნიშნები ტრამპის გამოსახულებით სპეციალურად ამ დღისთვის ფაქტობრივად ყველა ქუჩაზე არის დახლები მოწყობილი, სადაც აქსესუარები წყიდება, ქუდები, მაისურები, ქურთუკები და ძალიან დიდი რიგი არის ამ დახლებთან. რაც ეხება უსაფრთხოების ზომებს, უნდა აღვნიშნოთ აუცილებლად, რომ მთელს მსოფლიოში ეს ადგილი, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, ახლა ყველაზე დაცული ტერიტორია არის. ძალიან ბევრი სამართალდამცველი პატრულირებს ტერიტორიაზე. თქვენ ქუჩაში შეხვდებით პოლიციელებს, სამხედროებს, შეხვდებით ფედერალურ აგენტებს, სპეციალურად დღევანდელი დღისთვის ეროვნულმა გვარდიამ 7800 სამხედრო გამოიყვანა ქუჩაში, ასევე FBI-ს აქვს საველე ოფისები მოწყობილი ქუჩაში, იმის გამო რომ კოორდინაცია იყოს უფრო მარტივი. მთელი ტერიტორია, ხედავთ კაპიტოლიუმის არის, რომ რკინის ჯებირებში მოქცეული, თუმცა ეს არ არის მხოლოდ ერთადერთი შენობა, ყველა სტრატეგიული ობიექტი რკინის ჯებირებით არის შემოსაზღვრული ვაშინგტონში. ოფიციალური ღონისძიება იწყება
ამერიკის დროით 12-ის ნახევარზე ჩვენ ბუნებრივია პირდაპირ ეთერში გაჩვენებთ კადრებს, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, როგორც გითხარით, მედიის წარმომადგენლებს გვაქვს მითითება, რომ დავტოვოთ ეს ტერიტორია, ოდნავ მოგვიანებით სხვა ლოკაციიდან შემოგიერთდებით.